რა ფული შევა ტრამპმა კრიპტოდან და თაღლითობდნენ თუ არა ის და მისი გარემოცვა. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ, როგორც ირკვევა თეთრ სახლში ხელმეორე ტრიუმფალურად დაბრუნებულმა ტრამპმა შემოსავლის გენერირების თანამედროვე და მარტივი საშუალება ხელიდან არ გაუშვა და სოლიდური სარგებელიც მიიღო. აი რა თანხაზეა საუბარი, რა გზებით ნაშონ ფულზე და იკვეთება თუ არა ამაში თაღლითობის ნიშნები. ერეკლე ფოლადიშვილი ისაუბრებს თემაზე ერეკლეს საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. World Liberty Financial, ანუ ის კრიპტოკომპანია, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ და რომელიც 2024 წლის ბოლოს ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე შეიქმნა, უკვე არაერთხელ შეფასდა კრიტიკულ მედიაში, როგორც პოლიტიკური გავლენით ვაჭრობისა და გარემოცვის გამდიდრების უპრეცედენტო მექანიზმი. მასში ჩართულნი არიან ტრამპის შვილები, ერიკი, დონალდ უმცროსი და ბარონი. ასევე პრეზიდენტის ახლო პარტნიორი და ამჟამად მთავარი მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი. კომპანია თავისი არსით დეცენტრალიზებული ფინანსების პლატფორმაა, რომელიც ბაზარს ტოკენებსა და სტეიბლ კოინებს თავაზობს. მარტივად რომ მაგიხსნათ, დებთ კომპანიაში ნახთ თანხას და სანაცვლოდ იღებთ ექვივალენტური რაოდენობის ციფრულ ფულს და მას ბანკების გვერდის ავლით მარტივად გამოიყენებთ. არც თუ გასაკვირად, ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს პრეზიდენტის ოჯახი ფლობს და შემოსავლების ლომის წილსაც, ყოველგვარი რეალური პროდუქტების წარდგენის ან ტექნოლოგიური ინოვაციების შეთავაზების გარეშე იღებს. ციფრები თან შთამბეჭდავია და თან საგანგაშო. 2026 წლის დასაწყისისთვის ტრამპის ოჯახმა ამ პროექტიდან 1.2-დან 1.4 მილიარდ დოლარამდე ნაღდი ფული ამოიღო. აქედან 500 მილიონი დოლარი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მიღებული ინვესტიციაა კომპანიის 59%-იანი წილის სანაცვლოდ. დამატებით მათი ტოკენების გაყიდვით გენერირდა 550 მილიონზე მეტი, საიდანაც ტრამპის ოჯახის კუთვნილმა კომპანიამ მოგების 75% მიიღო. გარდა ნაღდი ფულისა, პრეზიდენტის გარემოცვა ფლობს 22.5 მილიარდ ტოკენს, რომელთა ქაღალდზე არსებული ღირებულება პიკურ პერიოდში 5 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. თან ეს იმ ფონზე, რომ რიგით ინვესტორებს საკუთარი აქტივების გაყიდვა შეზღუდული აქვთ, ანუ ვინც დიდ ფულს დებს, გამოტანის გარანტიას არც არავინ აძლევს. ახლა რაც შეეხება თაღლითობის ნიშნებს, ის მარტივად რომ ვთქვათ, ყველგან იკვეთება. პირველ რიგში ეს არის pay to play სქემა, რაც ფულის სანაცვლოდ პრივილეგიებს გულისხმობს. მაგალითად, კრიპტო მილიარდერ ჯასტინ სანის მიერ 30 მილიონის დაბანდების შემდეგ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ მოულოდნელად მის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. კორუფციის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დადებული 500 მილიონიანი გარიგებაც. მარტივად რომ მაგიხსნათ, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მიჩნეული არაგაყიდვადი პროდუქტის NVIDIA-ს Blackwell-ის ჩიპების საამიროებისთვის მიყიდვა დაუშვა. სანაცვლოდ კი მის კომპანიაში 500 მილიონი ჩაიდო. ამან შექმნა საფრთხე, რომ არაბმა მონარქებმა დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩიპები ჩინეთს მიჰყიდონ და შტატებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში გადაუსრონ. ცხადია, იკითხავთ, როგორ შეიძლება ეს მოცემულობა ასევე დარჩეს და ამას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვეს. მარტივად რომ ვთქვათ, ამჟამად და მხოლოდ ამჟამად ამ საკითხის სამართლებრივი მომავალი ბუნდოვანი და სახიფათოა. ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი დადგენილებას სახელად Genius Act-ი, რომელიც stable coin-ებს სახელმწიფო მარეგულირებლის კონტროლისაგან ათავისუფლებს, რაც მისი ოჯახის ბიზნესის საკანონმდებლო ფარად შეიძლება იქცეს. თუმცა კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტი და დემოკრატიული შტატების პროკურორები აქტიურად იკვლევენ კონსტიტუციის უცხოური საჩუქრების მუხლის დარღვევას, რაც მაღალი თანამდებობის პირის მიერ სარგებლის მიღების მიზნით არალეგალური და გაურკვეველი ძღვენის მიღებას, შემდგომ კი შესაძლო გათეთრებასაც გულისხმობს. ყველა შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ტრამპმა მარეგულირებელ ორგანოებში ერთგული კადრების დანიშვნა აქტიურად დაიწყო. მაგრამ ახლა ბევრი რამ შემოდგომაზე დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზეა დამოკიდებული. თუ ტრამპის პარტია დამარცხდა და როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში პოზიციები დემოკრატებმა გაიმყარეს, შესაძლოა ამ საეჭვო კომპანიაზე სამართლებრივი დევნის ისტორიები უკვე მომავალი წლიდან ან ყველაზე გვიან 2029 წლიდანაც მოვისმინოთ.